მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ეხლა ვიმყოფები ძალიან საინტერესო ადგილას. გაიხსნა ახალი სათევზაო მეურნეობა, ესეც სახელწოდებით ველის ტბები. მოგესალმებით ბატონო. ბატონო, გამარჯობა, გენეთ. გაიხარე შენ. სადაც მოვედით, ასე რომ ვთქვათ, სატესტო გასვლა გვაქვს. გამოსვლა ძალიან გვაინტერესებს რა სიტუაცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თევზი ყავთ გაშვებული სხვადასხვა ჯიშის და ისეთი ჯიშები არის, რომელიც ვფიქრობ, რომ საქართველოში სხვა წყალსაცავებში და კერძო ტბებში არ არსებობს და ერთადერთი ვარიანტია და ყავთ გაშვებული აქ. ამ ყველანაირ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მე ვიდეოს ქვევით აღწერაში მაქსიმალურად დავწერ, რა ჯიშის თევზები ყავთ გაშვებული, სად მდებარეობს ეს ადგილი და მოკლედ დეტალურ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მოგაწვდით ნომერს და ასე შემდეგ. ნუ ახლა ავეწყობი იკვე თითქმის გავშალე ჩემი აღჭურვილობა. ავეწყობი, ვაპირებ რომ ვითევზაო ტივტივაზე, ნუ თუ სიტყვაზე რაღაც ჩარტყომები არ ქონდა ასე შემდეგ, სხვა სტილის ჯოხებიც მაქვს ამოღებული, ისე რომ დღეს ვფიქრობ არ მოვიწყეთ. ხო, რაც შეეხება კადრების გადაღებას, ცოტა ქარია, ცოტა არა, პრინციპში კაი ძლიერი ქარია და შესაძლებელია ისე რომ ვთქვათ, მრავალფეროვანი კადრები ვერ შემოგთავაზობ, თუმცა ინფორმაციული იქნება ვფიქრობ დღეს ჩვენი ვიდეო და მოდი ბევრი რა ვილაპარაკოთ, დავიწყოთ. ვფიქრობ რომ გაინტერესებს დღეს რა მოხდება, რა თქმა უნდა მეც მაინტერესებს. აბა დავიწყეთ. მეგობრებო, რა თქმა უნდა დილის გასახურებელი ეტაპი გვაქვს. აქი დაასკიწვენები. ჩვენი მეგობრები, ჩვენი ძმები ამზადებენ დილის გასახურებელს. გასახურებელს, არაჩვეულებრივს. აქ არა. ცოტას მივირთმევთ, დავლოცავთ მოკლედ ახალ გაკეთებულ ტბას. ადგილსაადგინა. დავლოცავთ დღევანდელ დღეს. რომ გაგვითენდა და ესეთ გემრიელ ადამიანებთან ერთად ვართ გემრიელ ტბაზე და ვფიქრობ რომ თბილისის ზღვის შვენიერი თევზები და შემდეგ უკვე გავაგზელებთ თევზაობას. უბრალოდ დავიწყებთ, იმიტომ რომ ჯერ არ მოდი მოკლედ მეგობრებო. ზოგად სიტუაციას მოგახსენებთ, რა ხდება ველის ტბებზე, ახალ კერძო მეურნეობაზე, სათევზაო მეურნეობაზე. ძალიან საინტერესო ადგილია. მინდა მოგახსენოთ აქ მობინადრე თევზების შესახებ ინფორმაცია. პირველ რიგში ახალი სახეობები, რომელიც სხვა ტბებში არ გვხვდება, ეს არის გუწუ, კაპარჭინა, ნაფოტა, ასევე ქაშაპი მდინარის თევზი, რომელიც რა თქმა უნდა მტაცებელ თევზს განეკუთვნება. კარჩხანა როგორც ყოველთვის ყველგან გვხვდება. კობრი 100%-იანი კობრი, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით არის გაშვებული. ასევე მტაცებელი თევზი, ქორჭილას და არიყლაპიას სახით, ისე რომ ნებისმიერ სტილით დაინტერესებულ მეთევზე შეუძლია მოვიდეს ამ ტბებზე და საინტერესო თევზაობა მოვაწყოს მოკლედ. რაც შეეხება თევზაობის ღირებულებას, თევზაობის ღირებულება გახლავთ კაცზე 10 ლარი და შეგიძლიათ რაღაც გარკვეული ჯიშის თევზებიც აიღოთ. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დეტალურად დავწერ, ვიდეოს ქვევით აღწერაში იქნება ეს ინფორმაცია და ნენოლა შეგიძლიათ გამოგვიდეთ მოკლედ სათევზაოდ და გაერთოთ კერძო წყალსაცავებზე, იმიტომ რომ როგორც ხედავთ დღესდღეობით ისეთ ადგილებში, სადაც ბუნებრივი წყალსაცავებია, თითქმის აღარ დაგვიტოვეს ამ დრაგონიერებმა თევზს, ისე რომ დაგვრჩა მხოლოდ და მხოლოდ ვფიქრობ ასეთი ტიპის გამოსავალი, რომ რაც უფრო მეტი კერძო ტბა იქნება, მით უკეთესი არის ჩვენთვის, უფრო მეტად განვითარდება სპორტული თევზაობა. Without you, I remember myself, my name. Forgot about all you tried to change. Familiar was the sound of your voice as I continue to walk on by. It has been a year and now I'm living on the line. It has been
მოკლედ მეგობრებო, ბიჭები თევზაობენ. ხამიცაშვილი, მიშელა. მოკლედ გამოვახედო თუ კამერით გადაგიყო. გამოვახედო. კამერა გამოვახედო. მოკლედ რა სიტუაციაა? დაახლოებით ტბაზე თევზაობს დღეს ალბათ 10-დან 15 მეთევზემდე, ესე რომ ვთქვათ და თხილად იყავი არ გამომდო ნემსკავი და ამათგან მხოლოდ 2-ს ქონდა საკმაოდ ძლიერი ჩარტყმა, თუმცა უშედეგოდ. ისე რომ დღეს არის 24 თებერვალი. ვიმყოფებით, როგორც მოგახსენეთ, ახალ გაშენებულ ტბაზე ველის ტბებს ვეძახით, უბრალოდ შეარქვეს ასე მეპატრონებმა და ჯერჯერობით თევზი არ აქტიურობს. თუმცა ვფიქრობ, ტემპერატურა მოიმატებს და გააქტიურდება ის თევზები, რომლებიც ამ ტბაში და ტბებში ბინადრობს. მოკლედ მეგობრებო, ნენელა, ესე რომ ვთქვათ, სახლისკენ უნდა გავემართოთ და ჩვენი ვიდეო უახლოვდება დასასრულს. ზოგად ინფორმაციას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. დღეს ვიმყოფებოდით თბილისიდან დაახლოებით 25 კილომეტრში ველის ტბებზე, რომელსაც აუცილებლად ინფორმაციას Google-ის მულსაც და ზოგად ინფორმაციას ვიდეოს ქვევით აღწერაში იხილავთ, ისე რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაიცნოთ ინფორმაციას, თუ რა თევზი ბინადრობს, თუ რა ტერიტორიაზე არის ეს, ანუ რა ტერიტორია, რა ადგილია და ასე შემდეგ. დღეს რაც შეეხება ზოგადად რო შევაფასოთ სიტუაცია, რა ხდებოდა ველის ტბებზე. ახალი გაშვებული ყავთ თევზი და სულ რაღაც 2 დღეა რაც აქ სათევზო სეზონი ესე რომ ვთქვათ გამოცხადდა გახსნილად. თუმცა ჯერჯერობით თევზი არ აქტიურობს, რამდენიმე ჩარტყმა ქონდათ მეთევზეებს ძალიან ისეთი ძლიერი, თუმცა ვერ იყო რეალიზებული. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ახალი სეზონისთვის ძალიან მაგარი ადგილი იქნება და ძალიან კარგი თევზაობების მოწყობა შეიძლება ამ ადგილებში. ინფრასტრუქტურას აკეთებენ და მოაწყობენ, ვფიქრობ, ეტაპობრივად. საერთო ჯამში ხშირი სტუმრები ვიქნებით ამ ადგილის ვფიქრობ. ამით დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, ნენელა. ყოველთვის გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და აუცილებლად მონიშნოთ ზარეზღილაკი, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი ვიდეო, რასაც მიავტვირთავ. ლაიქები, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და мотивაციას მაძლევს, რომ გამოვიდე და ესეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ, რაც ვფიქრობ, რომ თქვენთვის საინტერესო იქნება. ამით კიდევ დაგემშვიდობებით და როგორც ყოველთვის წარმატებულ თევზაობას გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.